ცოტა შმორის სუნი მაქვს. ვიღაცამაც მითხრა რომ კიო აგერო მისული ხარო, მაგრამ არ ვარ მისული. ძალიან იაფიღე და არ ვიცი 20 თეთრი. აი ბოლოცდაა და ღნებდები. ჭამე და მომივიდა ინსპირაცია რაღაცას ყიდვა მინდა, ამიტომ გავდივარ ტექნიკის მაღაზიაში. ჩემი კამერისთვის მინდა ვიყიდო ეს თავსახური და იქნებ საკიდით შევუცვალო და ძალიან თვალი დავადგი რამდენი ხანია უკვე Osmo Pocket-ს, ალბათ 2-ს, იმიტომ რომ 3 საკმაოდ ძვირია აქაც. ხო და ვნახოთ, არ ვიცი, რა ფასი ექნება მაგის მიხედვით გადავწყვეტ და თან დავათვალიეროთ ქალაქი, გადავიღოთ ფოტოები, გადავიღოთ ვიდეოები. დღეს არის კვირა, ცოტა პატარა სამუშაო კი მაქვს, მაგრამ საღამოს ვიზამ და ხვალ დღის პირველი ნახევარი ეკუთვნის მუშაობას. გამარჯობა ფისო. ფიშო. არ ესმით ესენა? ოკეი, კაი. აქ ვარ მე, დღისთაც გაჩვენებთ, თუში საღამოს ჩამოვედი. ეს არის ჩემი ჰოსტელი, ძალიან კარგი, კამერა მაქვს გასწმენდი. ვაუ, ძალიან მაგარი კრეატორი ვარ, გასწმენდი კამერით. სხვათა შორის ჩიანგმაიში ბოლოს წინა ღამეს გავრეცხი ჩემი ტანსაცმელი, კარგად ვერ გავაშრე და ცოტა შმორის სუნი მაქვს, მაგრამ ყველაფერი გასარეცხი მაქვს, ამიტომ ცოტა შმორის სუნი თვლი და საღამოს გავრეცხავ ყველაფერს. ცოტა დებილი ვარ მგონი. იმიტომ რომ ყველაფერი ვიპოვე კონკრეტულად მაგშოპის გარდა. ყველანაირი ლოგიკით, ყველანაირი მინიშნებით, ყველას კითხვით და რუკით მისული ვარ, მაგრამ არ ვარ მისული. და თუ ოდესმე თქვენ მოხვდებით ჩიანგრაის ცენტრალ პლაზაში, უბრალოდ მკითხეთ რას ეძებთ და მე მიგასწავლით, იმიტომ რომ ყველა მაღაზიაში შევედი უკვე. ანუ ყველანაირი ლოგიკით მივედი, მაგრამ ფოტოები რაც აქვს Google-ზე დართული, ეგეთი იატაკი ამ პლაზაში არ არის. და ვკითხე ვიღაცას და იმ ვიღაცამაც მითხრა რომ კიო აგერო მისული ხარო, მაგრამ არ ვარ მისული. რუკაზე ეს მაღაზია არის შენობაში Starbucks-ის გვერდით. Starbucks-ის ყველა გვერდი ვნახე. 4 არ არის. What can I do? კაი ბოლოცდაა და ღნებდები, იმიტომ რომ ნერვი აღარ შემრჩა ამ მაღაზიის ძებნაში. ყველანაირი ლოგიკით უნდა მივდიოდე ამ ხარეს და მერე ამ სიმრგვალეში უნდა გამოჩნდეს არა ჯასპერი, არამედ big camera, რომელიც არ ჩანს. Oh my god. I can't anymore. არაფრის დახუფვა აღარ მინდა და არანაირი Osmo Pocket 35. კაი, კიდე ერთ ვიღაცას ვკითხე და ძალიან პატიოსნად მითხრა რომ ჯიგარო დაბლაო. ანუ Google-ში წერიათ პირველი სართულიო და პირველი სართული კი არა, 0 სართული ყოფილა. ანუ მართლა ნახევარი საათია ვეძებ. Yes. I did it. აქ რო ეხლა ძალიან ბევრი არ გაწვალოთ უხმო ვიდეოების ყურებაში. Osmo Pocket-ი 2 არ ქონდათ 3 და საკმაოდ ძვირი ღირდა, ანუ სტანდარტული ფასი. არ მახსოვს ზუსტად რამდენი, მაგრამ იგივე ღირს რაღაცა ახალიც რო იყიდო. და ჩემს კამერას გამოვუცვალე ჩამოსაკიდი, რომელიც გავუკეთე წითელი, რა თქმა უნდა. და თავიდან მითხრას რომ ხუფი არ გვაქვს, მაგრამ მე იპოვეს ხუფი და ეგეც ვიყიდე. აქედან წავედი Crocs-ის მაღაზიაში და ვარჩიე მართლა 5 საათი ბოლოს მეგონა რომ ეს ადამიანები დავტანჯე. მინდოდა ცოტა ღიაფერი, წითელიც მინდოდა, მაგრამ თან ცოტა მაღალი მინდოდა. რაღაცნაირი მოთხოვნები მქონდა აშკარად და თან საკმაოდ ძვირი ღირდა, დაახლოებით 300 ლარი თუ ცოტა მეტი გადავიხადე. თავისი სტიკერებიც ავურჩიე, რა თქმა უნდა. საბოლოოდ შევარჩიე შავი ფერი, რომელიც აი ერთი თვის მე ვწერ ამ voice-overs და
ეს ფეხსაცმელი არის ყველაზე კარგი ინვესტიცია, რაც შეიძლება მოგზაურობის დროს გააკეთო. ცოტა დიდხანს გავჩერდი მოლში და გარეთ უკვე ღამის ბაზრობა დამხვდა. ან ეს ხალხი ყველგან ჭამს. მოლიდა რომ გამოვედი უკვე იმდენად ბნელოდა რომ ფოტოები ვერ გადავიღე. და ეხლა მივიდივარ რომ ჩემი სარეცხი გავრეცხო. არ ვიცი დღეს საინტერესოს თუ ვიზამრამის, მაგრამ სარეცხის გარეცხოს აუცილებლად გაჩვენებთ და ეხლა უცებ გზაზე შემხვდა ძალიან ლამაზი ტაძარი და მაგასაც გაჩვენებთ. ტაილანდში ძალიან მომწონს ეგ ფაქტი, ზოგადად ძალიან ლამაზი ესთეტიკაა ტაძრების და ძალიან საინტერესოც თან დასათვალიერებლად რა. და აი ჩვეულებრივ ქუჩაზე მიდიხარ, ძალიან ჩვეულებრივი ქუჩაა, ხალხი ძალიან ჩვეულებრივად ჭამს ქუჩაში, დადის და უცებ რაღაც წერტილში ულამაზესი ტაძარია. ისე თითქოს ეს ჩვეულებრივი ფაქტი იყოს, ანუ თითქოს ძალიან ჩვეულებრივია ესეთი ლამაზი ტაძრის არსებობა. ანუ ძალიან ლამაზია რა. აი ძალიან. და თან ანუ ეს ეფექტი, მომლამის ჭაში ჩავარდ. ეს ეფექტი რაღაც ბრჭყვიალების, განათებების არის ძალიან ატმოსფერული რა. და ძალიან კარგია, მე ძალიან ახლოს გავარე. ჰაი. ძალიან ახლოს გავარე ვიღაცას. ან საჩვეულებრივად შეიძლება ქუჩაში მიდიოდი და გარდა ტაძრებისა ვიღაცის მაღაზიაში, გარე რესტორანში შევარდა უნებურად, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფაქტია. კარგი. მივიდეთ ახლა ჩვენს სარეცხამდე. აუ ძალიან მომწონს ეს საჯარო სამრეცხაოები რა. იმიტომ რომ ჯერ ერთი ტექნიკა ძალიან გამართული და კარგია. არც ძვირი არ არის. და თან ანუ პირველად ვიყავი, აი უნახავ, მაგრამ ნახავ ეგრე, იმიტომ რომ საშრობში რომ შევაგდე ტანსაცმელი და 1 საათში რომ გამშრალი გამოვიღე, ვაუ. ძალიან მომწონს ეს ფაქტი და სიხარულით ვრეცხავ ხოლმე. მაგრამ ერთი ის არის რომ ზოგიერთი საშრობი, ანუ აქ თანხას რო ჩაყრი ავტომატურად იწყებს უკვე რეცხვას. ანუ ესეთი ხეებით ძალიან ჩვეულებრივი ფაქტია. არ ვიცი. რანაირად არის საერთოდ ცხოვრება ჩვეულებრივი ფაქტი, მე არ მესმის რაღაც კოსმოსში გამოკიდებულ წერტილზე ვართ და ან თავი ვიღაც გუგონია და თან ამას ისევ ცხოვრობთ თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და არ იყოს ძალიან დიდი სასწაული. იმიტომ რომ ძალიან დიდი სასწაულია ხალხო თქვენ ან მე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჯერ მაგ ფაქტზე რომ კოსმოსში გამოკიდებულ რაღაც წერტილს, ანუ ლითერალი ვქანაობთ კოსმოსში რაღაცაზე, არაფერზე, უბრალოდ ვართ გამოკიდებული, გონზე არ ვართ აქ საიდან მოვედით, როგორ აღმოვჩდით და თავი ვიღაცა გუგონია. მაგრამ გარდა მაგისა, ანუ ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ გრავიტაცია არის იდეალურად დაბალანსებული. უმინიმალურესი პროცენტითაც კი რომ შეიცვალოს, ჩვენ გადავცვინდებით. და გგონია, რომ რაღაცები ჩვეულებრივია. ცხოვრება. რანაირად არის ცხოვრება ჩვეულებრივი? კაი, ვსო. მოვედი სამრეცხაოში, თუმცა ძალიან პატარა ადგილი ყოფილა. Here is. ქალმა უღონთ სარეცხიც ვერ გავრეცხე, იმიტომ რომ მეგონა რომ აქ იქნებოდა გადასახურდავებელი ჯიხური, რაც სამრეცხაოებში არის ხოლმე, ანუ ქაღალდს რო შეაგდებს და ხურდებს გაძლევს. იმიტომ რომ მეს მანქანები ხურდებზე მუშაობს და მე მაქვს ქაღალდის ფული. და უნდა წავიდე ხა ქეში ვიშოვო. ან ისეთ სამრეცხაოში წავიდე, სადაც ეგ მანქანა არის. კაი, ეხა უკვე ტაქსი მინდა. ფეხით დავბუდიალობ. By the way, დღეს მეგობარმა მომწერა, რომ ნიუსებში ამოვიკითხეო და მოვისმინეო, რომ ტაილანდში რაღაც ვირუსი გავრცელდა და ფრთხილად იყავი. არ ვიცი რანაირად უნდა ვიყო ფრთხილად, პირბადი თუ არა ამ სიცხეში, თუმცა თვითონ ტაილანდელები ძირითადად დადიან პირბადეებით. So, ხო და ძირითადად ბანგკოკში აღმოაჩინესო ეს ვირუსიო, მაგრამ შენ მაინც ფრთხილად იყავიო. I don't like it. და ამათ პოლიტიკურ მდგომარეობას ჯერ არ ვსერჩავ, იმიტომ რომ შეიძლება ამათ პროტესტზე აღმოვჩნდე მე. Okay, Google-ში ვიპოვე ზუსტად ის სამრეცხაო, რომელშიც, ანუ ოტერი არის, თუ სწორად ვამბობ ამ სიტყვას, არ ვიცი, წავის სამრეცხაო არის, რომელიც ფუკეტში ვიპოვე და პირველად ვიყავი ამ ქსელის სამრეცხაოში. ხო და მანდ წავალ ახლა და ფუკეტში გქონდათ ქოინების მანქანა და იმედი აქაც ექნებათ, მაგრამ
სადღაც 20 წუთის გზა ფეხით, ამიტომ მოდი ტაქსით წავალ. ორ ფეხით წავალ. ორ ტაქსით წავალ. Let me think. მოვედი. და აქ უნდა გავიხადოთ ფეხზე და ფეხში შევი შევიდეთ. სანამ ჩემი სარეცხი შრება მე ვიყიდე რაღაც დებილობა სნექი, სენდვიჩი და ყავა. და იქნება ალბათ დარჩენილი 1-10 წუთი და არაფერი. გარდა იმისა, რომ ყველაფერი გამოდის მშრალი, ანუ ყველაფერი არის ფაქტობრივად დაუთავებული. Wow, I love it. გადავწყვიტე რომ საღამო იყოს ფეხების მასაჟის. ამიტომ ახლა ვფიქრობ შევიდე სადმე. კიდევ ვინახე აქ რამდენიმე ხოდა ჩამოვული და რომელიც მიმიზიდავს იმაში შევალ. რაღაც ტუჩის ის ვიყიდე გლოსი, რომელსაც ეწერა lip filler-ი. არაფერი არ გაუდიდებია, მაგრამ feels good. ხოდა თან ის არის რა ქვია. ძალიან იფიღერდა, არ ვიცი, 20 თეთრი. დილის 8 საათია, საერთოდ არ მძინებია და უნდა წავიდე და ვიმუშაო. არ მძინებია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს დღეს და მეშინოდა არ ჩამძინებოდა. და ვიღაცები ხანდახან რომ წერე ხოლმე რა კარგად ისვენებო, მინდა რომ თვალში თითივი დაგო. წავი ყავას ავიღებ დასაბედნიერად, ჩემს ჰოსტელში ვიყავ. პირველის ნახევარია, ძალიან მეძინება. გამოვედი საჭმელად. უშაობა დავიწყე დაახლოებით 9:30-ზე, არის პირველის ნახევარი. გავაკეთე დაახლოებით 3 ვიდეო. დაახლოებით 3 კომპანიის ერთი კვირის გეგმა გავწერე. გონი 4 პოსტი გავაკეთე. რეკლამა და მოკლედ. ძალიან ცუდად. და თან ვფიქრობ, რომ არ დავიძინო რა საღამომდე და გავიდე სადღაც ვიბოდიალო, რომ არ ჩამეძინოს. მაგრამ ჯერ უნდა ვიმუშაო. დავალაგო. მაწუხებ. აი ზამა მაწუხებ რა. ეხლა ჩემს საჭმელს ველოდები ისევ იტალიურ რესტორანში მოვიდა. ანუ ტაილანდი
იაფია შენ თუ გიყვარს ტაილანდი რა, ანუ ყვება ტაილანდში იაფია, შენ თუ გიყვარს ტაილანდური საკვები და ძალიან ოკეი ხარ street food-ზე. და მე არ მიყვარს ტაილანდური საჭმელი და არც ოკეი ვარ street food-ზე, იმიტომ რომ ჩემი კუჭი არის ძალიან სენსიტიური. გავიყიდე. მე ავირჩიე ეს ცხოვრება. ძალიან მიყვარს, უზომოდ მადლიერი ვარ. და ვარ ბედნიერიც, მაგრამ ხანდახან ძალიან რთული. ანუ ძალიან რთულია. დრო რანაირად გავიდა გონზე არ ვარ. 7 საათია უკვე. ძალიან მშია. და წეგან მეგობარმა მომწერა დღესო ჭამე რამეო და გამახსენდა რომ დილით რო ვჭამე 11-ზე, იმის მერე არაფერი არ მიჭამია. და ანუ ისე გავიდა დრო მუშაობაში და ამ მუშაობაშიც ანუ 2 დღეა ყველგან პრობლემებია. ანუ მე ზოგადად არ ვეძახი ხოლმე არაფერს პრობლემას, იმიტომ რომ პროცესი არის ამ პროფესიის მუშაობის, მაგრამ ნუ აი მოვჯღანდი რაღაცნაირად დღეს. ნუ უძილო რო ვარ მაგიტო, იმიტომ რომ რავი, ყველანაირი ვიტამინი მაკლია ალბათ ორგანიზმში. და აი ხაი ბოლო წვეთებს ვითვლი მუშაობის, რომ ავდგე და გავიქცე და თან ეს ბოლო წვეთები არ ილევა, იმიტომ რომ რადგან დაღლილი ვიყავი რაღაცები შემეშალა. მე რეკ შეცდომი ხო ჩემი გამოსასწორებელია. და ანუ დღეს გადავიხადე ამ სასტუმროში ფული და ვზივარ და მუშაობ. და თან ამ პროვინციაში დამრჩა 3 დღე. 7-ში უნდა წავიდე. ნუ შეიძლება გადავაგრძელო ცოტა 10-მდე მაქვს აქვე და 10-მდე 12-მდე მაქვს და. ხო არ გადავაგრძელო. 12-ზე უნდა გადავკვეთო საზღვარი რა, ეგ არის ჩემი ვიზის ამბავი. ძალიან სულათა ვარ. გამოვედი საჭმელად, როგორც იქნა ყველა საათია და მგონი რაღაც ძალიან კარგი ვიპოვე. ნოყიერად შევჭამ რამეს, ოღონდ ძალიან დიდი არჩევანია და არ ვიცი რას. ადგილი ძალიან ნორმ არის, ანუ დიდი ვერაფერი. დღეს არის 5 მარტი და მე ისევ მუშაობ და ისევ არაფერი არ მინახავს ამ ქალაქში, იმიტომ რომ მართლა არაადეკვატურად ბევრი საქმე მქონდა და გადავწყვიტე რომ წესით ხვალ უნდა მქონდეს ჩეკაუთი და წავსულიყავ ლაოსში. მაგრამ არაფერი არ მინახავს და გადავწყვიტე რომ 2 დღე დავრჩე და ხვალ და ზეგ დავუთმო სრულად სიარულს. ხო და ნახოთ დღეს ვიმუშავებ მთლიანად კიდე. Somebody's watching me. It's my anxiety. That's it. საღამოს 7 საათია ვჭამე. ვზივარ და მუშაობ, ცხადია და ეხლა ძალიან მომინდა მასაჟი. და ფიქრობ ხარ წავიდე. დავრელაქსდე და მერე თვას შევიღებო. იმიტომ რომ საღებავი ვიყიდა. ოკეი, პირდაპირ მოვადექი, გვერდით იყო. და ჩემი სახე არომატული ზეთის მასაჟის მერე ხალხო ძალიან გაიყო. მაგრამ მთლიანი ტანი ვერ გავიკეთე, ანუ უკანა მხარე მარტო, იმიტომ რომ 9 საათი მქონდა და მინდა თვალი ვითვარ. ქვემოთ რო ჩამოვედი, ცხელი ჩაი დამოხვედრეს, მაგრამ მეთქიო და წავიდე, მადლობა. ძალიან კაი იყო. ტოპ. დღეს არის 6 მარტი და მე მოვედი საოცარ ადგილას. ახლა გაგაცნო. მაგრამ შესასვლელი უნდა ვიპოვო. კაი, წავიდეთ.
ეს არის თეთრი ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი არის ტაილანდში და ტურისტებიც ძალიან ხშირად სტუმრობენ. ტაძარი არის სრულად თეთრი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ბუდიზმის და ბუდას სიწმინდეს. უფრო სწორი იქნებოდა სისუფთავეს. ტაძრის წინა ნაწილში არის ცოტათი შემზარავი პატარა სკულპტურები, გამოწვდილი ხელები, სახეები, რაც სიმბოლურად გამოხატავს ადამიანის მატერიალურ სამყაროში ცხოვრებას, რომელიც არც ისე ლამაზია და ზუსტად ამ მდგომარეობიდან ხიდით გადადიხარ უკვე ტაძარში, რაც სიმბოლურად ზუსტად აი ამ ყოფიერებიდან გადასვლას გამოხატავს სულიერ მდგომარეობაში და საიდანაც უკვე უფრო სილამაზე და სისუფთავე იწყება. აქედან უკვე გადავედი ბიგ ბუდაზე, შუა ნაწილის გადაღება როგორც ჩანს გამომრჩა. ძლივს მიჭირავს ეს შტატივი, იმიტომ რომ მძიმე. კარგი გადაწყვეტილება იყო, ვითომ ჩემი კარდიოსთვის. და ულამაზესი ხედი აქედან. უკაცრავად ვქოშინებ. ძალიან მაგარი კრეატორი ვარ ხან. მიკროფონის შეერთება მოვიწყდება, ხან ესე ვიღებ. მაგრამ რა გინდათ რა ვქნა. აგავაკეთ. ამ დავიღალე. ანუ დავიღალეს გარდა ხალო. ხალხო. 34 გრადუსია. ანუ სიკა. მიუხედავად იმისა, რომ ღამის 12-ის ნახევარია და ძალიან მომინდა წვნიანი. ამიტომ წავალ ახლა წვნიანს შევჭამ და ეს იყოს ბოლო ნაწილი ჩვენი ამ ვლოგის და მე უკვე ლაოსში წასვლას გადავიღებ.